ებრაელები ელოდებენ მესიას, მაგრამ ეს მესია იქნება იესო ქრისტე, რომელიც მოვაზეციდან. ეს რომ ებრაელები ანტიქრისტეს ელოდებიან, ეს არის მოგონილი ტყუილი. მოუგონეს მათ, რომ თითქოს ებრაელები მიიღებენ ანტიქრისტეს. ეს არის ლეგენდა, ეს ბიბლიაში არ წერია არსად, რომ ებრაელები ანტიქრისტეს მიიღებენ. ეს არის ტყუილი. ის სადაც იოანეში წერს, ეს უკვე ისტორიულად მოხდა, როდესაც ებრაელები შეცდნენ და შიმონ ბარ-კოხბა აარჩიეს მესიად. ებრაელი რაბინები მაგას ყველა არ ამბობს, ეს არის დაჯგუფება, მცირე დაჯგუფება. ხალხო ერთი-ორი ებრაელი რამეს თუ იტყვის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ებრაელს მასა წამზე მასა ჯერას. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ მიემართება თუ არა იოანეს ეს სიტყვები ბარ-კოხბას აჯანყებას და რეალურად ელოდებიან თუ არა ებრაელები მათ მესიას, რომელმაც მათ მესამე ტაძარი უნდა აღუდგინოს. მე-12 საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი იუდეველი რაბინის სახელად მოსე მაიმონიდი, რომელმაც დაწერა მისი ცნობილი ნაშრომი მიშნე თორა. მაიმონიდი იუდაისტურ სამყაროში იმდენად დიდი ფიგურა იყო და არის, რომ იგი ავტორიტეტით თვით ბიბლიურ მოსესთან არის გაიგივებული. მაიმონიდის ასეთ დიდ ავტორიტეტზე მეტყოლებს თავად მის საფლავზე გაკეთებული წარწერა, რომელიც ასე ჟღერს: მოსედან მოსემდე არ აღდგარა მოსეს მსგავსი. ხო გაიაზრეთ თუ რამხელა ავტორიტეტთან გვაქვს საქმე. ახლა კი მოდი ვნახოთ თუ რას წერს იგი მის ცნობილ ნაშრომში მიშნე თორაში მესამე ტაძარსა და იუდაისტურ მესიაზე. მომავალში აღზევდება მესიანური მეფე და განაახლებს დავითის დინასტიას, რითაც მას პირვანდელ სუვერენიტეტს დაუბრუნებს. ის ააშენებს ტაძარს და შეკრებს ისრაელის გაფანტულთ. ვისაც არ შეერა მისი ან არელის მის მოსვლას, უარყოფს არა მხოლოდ სხვა წინასწარმეტყველთა ნათქვამს, არამედ თავად თორას და მოსეს. თუ ის ყოველივე ზემოთქმულში წარმატებას მიაღწევს, ააშენებს ტაძარს თავისავე ადგილას და შეკრებს ისრაელის გაფანტულთ, მაშინ ის უეჭველად მასიახია. ხოლო თუ მან ამ ხარისხით ვერ მიაღწია წარმატებას ან მოკლულ იქნა, ის ნამდვილად არ არის თორას მიერ აღთქმული მხსნელი. ანუ მაიმონიდი ნამდვილი მესიის გამეფების კრიტერიუმად გვისახელებს გაფანტული ისრაელის შემოკრებას და მესამე ტაძრის აღდგენას. მაგრამ მაიმონიდი აქ არ ჩერდება და ის ასევე გვისახელებს იმ ფაქტორსაც, რაც მესიის გამოჩენას ხელს უშლის. განა შეიძლება არსებობდეს ქრისტიანობაზე დიდი დაბრკოლების ლოდი. ყველა წინასწარმეტყველი მასიაზე საუბრობდა, როგორც ისრაელის მხსნელსა და მათ მაცხოვარზე, რომელიც შეკრებდა მათ გაფანტულთ და განამტკიცებდა მათ მიერ მცნებების აღსრულებას. ამის საპირისპიროდ ქრისტიანობამ გამოიწვია ებრაელთა מחვილით მუსრვა, მათი ნაშთების გაფანტვა და დამცირება, თორის შეცვლა და მსოფლიოს უმეტესი ნაწილის შეცდომაში შეყვანა, რათა ემსახურათ სხვა ღმერთისთვის და არა უფლისთვის. ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თუ არა უდიდესი რაბინი ნამდვილი მესიის გამეფების კრიტერიუმად ასახელებს ტაძრის აშენებას და ის ასევე განმარტავს, რომ ამ ტაძრის აშენებას და მესიის გამეფებას ხელს ქრისტიანობა უშლის. აი ეს არის ფაქტები მათი პირველ წყაროებიდან, ხოლო ის, რასაც ევანგელისტები, პენტაკოსტალები და მესიანისტი ქრისტიანები გვეუბნებიან, არის წმინდა წყლის სიცრუე. და ზოგადად ქრისტეს უარყოფის ისტორია, რაბინისტების მიერ აღწერილი მესია, სკოფელდის ბიბლიის ისტორია, ქრისტიანული სიონიზმის იდეა და თანამედროვე პროტესტანტული ზღაპრები აღთქმული მიწის და დისპენსიონალიზმის შესახებ, ეს არის ერთი დიდი თაღლითური სქემა, რომელიც პროტესტანტულ სამყაროში განსაკუთრებით ევანგელისტებში და პენტაკოსტალებში პოლიტექნოლოგიებით არის გავრცელებული. ყველა საღადმოაზროვნე ქრისტიანმა ამ იდეებისგან თავის შორს უნდა დაიჭიროს და ამ ზღაპრებს არ უნდა დაუჯეროს.